7-ბალიანი ბიძგები დელისა და დუბაიმდე გავრცელდა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გეოლოგები ვარაუდობენ, რომ დაზიანების სიმცირე მიწისძვრის ბიძგების სიღრმეში გავრცელებამ გამოიწვია. გეოლოგიური სამსახურის ცნობით მიწისძვრა 83 კილომეტრის სიღრმეზე ბალუჯისტანის პროვინციაში, ავღანეთსა და ირანის საზღვართან ახლოს დაფიქსირდა. პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 7.2 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები ინდოეთის დედაქალაქამდე და ქალაქ დუბაიმდეც იგრძნობოდა, თუმცა კატასტროფის ეპიცენტრი დასახლებული პუნქტებიდან შორს დაფიქსირდა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გეოლოგები ვარაუდობენ, რომ დაზიანების სიმცირე მიწისძვრის ბიძგების სიღრმეში გავრცელებამ გამოიწვია. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით მიწისძვრა 83 კილომეტრის სიღრმეზე ბალუჯისტანის პროვინციაში, ავღანეთის და ირანის საზღვართან ახლოს დაფიქსირდა. პაკისტანის მთავარ საპორტო ქალაქ კარჩიაში პანიკაში ჩავარდნილმა მოსახლეობამ საცხოვრებელი სახლები მიატოვა. ოფიციალური პირების ცნობით სასწრაფო დახმარების სამსახურები საგანგებო ვითარებაში მუშაობენ, თუმცა სერიოზული ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მიწისძვრა რომ მოხდა მეძინა, უცებ ჩემი საწოლი შეერყა, მეგონა კარზე ვიღაც აკაკუნებდა, გარეთ რომ გავიხედე, ხალხი განწირული გარბოდა. ბავშვებთან ერთად მაშინვე სახლიდან გამოვარდი, ძალიან შეგვეშინდა, უფალს გადარჩენას თხოვდით. პაკისტანის ტელევიზიებმა გაავრცელეს კადრები, სადაც ქალაქ ლაჰორის ცენტრალურ ქუჩებში მლოცველი მოსახლეობა ჩანს. საჭმელს ქუჩაში ვჭამ, დამირეკეს და მითხრეს, რაც მოხდა სახლში, აღარ დაუბრუნებულ ვარ. ინდოეთის სასაზღვრო პროვინცია რაჯასთანში მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, რომ მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ შენობების კედლებზე ბზარები გაჩნდა. შტატების სამხედრო სამსახურის ცნობით შემთხვევის დროს არ დაშავებულან ავღანეთში მყოფი ამერიკელი სამხედროები. პაკისტანი გასული წლის წყალდიდობის შემდეგ ამჯერად მიწისძვრით გამოწვეულ ზარალს ითვლის. სტიქიამ გასულ წელს ქვეყანაში 10 მილიონი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დადობა. მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრა პაკისტანში 2005 წელსაც დაფიქსირდა. მაშინ თითქმის 8-ბალიან მიწისძვრას ისლამაბადის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 70,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.